თბილისის მერის გიგი გულავას საქმის წინა სასამართლოს ხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო. პროცესის გადადება პროკურორმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ბრალდების მხარის მოწმეების და საკითხთა სიიდან ამოღება მოითხოვა. თავად ბრალდებული წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ თვლის. გიგი გულავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია იმედის და თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მოცემული ეტაპისთვის სასამართლოს ამოყალიბოთ ცნობილ ბრალდებაში დამნაშავედ და უცნობ რაში. ქალაქის მერმა საკუთარ უდანაშაულობაზე და მის მიმართ წაყენებულ ბრალში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე წინა სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგაც ისაუბრა. გულავა მიიჩნევს, რომ ის მოწმეები, ვინც მის საქმეში მოწმეებად არიან, წარმოდგენილები იტყუებიან. ეხლა აღმოაჩინე, რომ ესე იგი ერთ დარბაზში მიდის ნიკა გვარამიას და ალეკო ხეთაგურის და კახა დამენიას პროცესი, მეორე დარბაზში მიდიოდა ჩემი პროცესი, მესამე პროცესი მიდის ბაჩო ახალაიას, მეოთხე დარბაზში ეხლა იწყება ცეზარ ჩოჩელის. მოკლედ მთელი სამართალდამცავი სტრუქტურა დაკავებულია წინა ხელისუფლების დევნის. ჩვენ არ გვეშინია სასამართლოზე, ყველანი სასამართლოზე ვართ, ყველა გამოცხადებულია. ჩვენ მიცავ ჩვენ სიმართლეს მაშინ როცა მათ უნდა დაამტკიცონ ჩვენი ბრალეულობა, მაგრამ მარტო ეს ჩამონათვალით საკმარისია იმისათვის, რომ დასკვნა იყოს გაკეთებული, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ჯოზეფ კეის ნაწილში ჩვენი არგუმენტაცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ჯერ ერთი დაკითხულია ეს ბატონი პირველად თურქეთის სახელმწიფოში არის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ჩატარებული ეს საგამოძიებო მოქმედება, ამის გარდა შემდგომ ეს ბატონი დაკითხულია უკვე საქართველოში და გარკვეული პერიოდია გასული რამოდენიმე თვე და თავისუფალი თხრობის სტილში 600 სიტყვიანი მონაყოლი არის ერთი და იგივე იდენტური სხვა გამომძიებელთან მიცემული ჩვენება, რაც არაბუნებრივია და წარმოუდგენელია ადამიანმა, რომელმაც მისცა რამოდენიმე თვის წინ სხვაგან ჩვენება, იგივე გაემეორებინა ერთში ერთი. შესაბამისად მიგვეჩნია, რომ ეს ჩვენებები იყო წინასწარ ჩამოყალიბებული, წინასწარ დაწერილი და მან მხოლოდ ხელი მოაწერა. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ არის დარღვევები, შესაბამისად დავაყენეთ შუამდგომლობა მის ამ ორი სხვასთან დაკავშირებით. გიგი გულავას წინა სასამართლოს ხდომას ნაციონალური მოძრაობისა და თბილისის საკრებულოს წევრები, ასევე გიგი გულავას მეგობრები ესწრებოდნენ. ისინი მერის უდანაშაულობასა და პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობდნენ. საკითხი დგას ძალიან მარტივად. ბიძინა ივანიშვილს ჭირდება, რომ სრულად აიღოს, ასე ვთქვათ, ხელისუფლება ხელში. არის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მიმართულება ერთ-ერთი მათ შორის თბილისის მერია, რომელსაც იგი ვერ აკონტროლებს. ჩვეულებრივად აქ მიდის ბრძოლა ტოტალურ კონტროლზე, ქვეყნის ტოტალურ კონტროლზე. გიგი გულავას სახში არაფერი არ წაუღია, გიგი გულავას არანაირი ქტამი არ აუღია და ედავებიან ადამიანების დასაქმებას თუ სხვა ამგვარ ჭყალებში დანაშაულს. ცხადია, ეს არის იმ პოლიტიკური დევნის და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც აგორებულია, მათ შორის როგორც აი ამ სასამართლო პროცესს ეხება ეს, ისევ ანო მერაბიშვილის, სხვა ათასობით ჩვენი თანაპარტიელის წინააღმდეგ განხორციელებულ სამართლებრივ ქმედებებს.
მე ვესწრებოდი წინასწრომას, მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი რაც მოვისმინე ბრალდება გიგი უგულავას მიმართ არის ის, რომ დასაქმებულები იყვნენ ადამიანები ქალაქის ერთ-ერთ შეპესეში. თუ ის ადამიანები შესაბამისად არ ასრულებდნენ თავის მოვალეობას, მინდა გითხრათ, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო უნდა დადგეს, ვიდრე დედაქალაქის მერის. ეს გახლავთ პოლიტიკური საკითხი აბსოლუტურად. ეს პროცესი არის შეთითხნილი. მთავარი მოწმე ჯოზეფ კეი არის საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი. ეს აქ დადასტურებული ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს, ლონდონის სამეფო სასამართლოს, ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს, გიბრალტარის სასამართლოს. ეს არის თაღლითი, რომელსაც ეყრდნობა ეს გამოძიება. მისი ჩვენება არის შეთითხნილი, წინასწარ დაწერილი, გამზადებული, copy-paste-ით გადმოტანილი და სწორედ აი ამ ყველაფრის დღეს გამოვლენის შემდგომ პროკურატურამ მოითხოვა ხანგრძლივი პაუზა, რომ დაცვის მხარის წარმოდგენილ ამ არგუმენტებს გასცეს პასუხი. ნახოთ რა პასუხს გასცემენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს გიგი გულავას იმედისა და თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდებზე სხვის იქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლებით ბრალი 23 თებერვალს წაუყენა. დედაქალაქის მერისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებდა. მიშა